ახლა გარეთ არის ჩემი საყვარლესი ამინდი წვიმს ძალიან სილამაზეა და მე მინდა გელაპარაკოთ ამ ვიდეოში საკმაოდ ძიმე თემაზე. ახლა მოვიტან მიკროფონს და ვილაპარაკოთ, მაგრამ იქამდე მინდა გაჩვენოთ ეს გარემო. წაღამ უფრო ძლიერად წვიმდა, ახლა ისე აღარ წვიმს, მაგრამ რავი, ულამაზესია. ხოლოს მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა ვილაპარაკო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ამავდროულად ძალიან დიდ ტრაგედიაზე, რომელმაც ახლა ცოტა ხნის წინ შეძლო სრულიად საქართველოს. არ შემეძლო რომ ამ თემისთვის გვერდი ამევლო, არ შემეძლო რომ ამ საკითხზე უბრალოდ არ მესაუბრა, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ისიც არ შემეძლო რომ მესაუბრო. პირველი 2 დღე ძალიან ბევრნაირი გრძნობით ვიყავი ახსავსზე, ეს იყო ბრაზი, ეს იყო მწუხარება, ეს იყო დაუჯერებელი ამბავი, რომ როგორ შეიძლება თავი მოიკლა ადამიანმა, როგორ შეიძლება ასეთი ზეწოლა იყოს, როგორ შეიძლება და ანუ ძალიან ბევრი მიუღებლობა, დაუჯერებლობა, ტკივილი, ბრაზი, სინანული, სევდა, რა ვიცი, ძალიან ბევრი გრძნობა მქონდა ერთმანეთში არეული და მე არ შემიძლია ამ თემაზე არ ვისაუბრო, როგორც ერთმა რიგითმა ადამიანმა, როგორც დედამ, როგორც ქალმა, როგორც ცოლმა და ასევე როგორც ბლოგერმა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ესეთი ამბები რომ ხდება, რაც უფრო დიდი რეზონანსი ექნება ამას, რაც უფრო მეტი ადამიანი ვისაუბრებთ ამაზე, მით უფრო შეიძლება აზროვნება, შეიძლება ზოგადი აზროვნება და მით უფრო ნაკლები ასეთი ამბები მოხდება ჩვენს გარშემო. ამიტომ მე გარკვეულ ვალდებულებათაც კი მიმაჩნია, რომ მსგავს თემებზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბროთ. მოკლედ, ვინც არ იცით ვიტყვი, 28 წლის ბიჭმა მოიკლა თავი, იმიტომ რომ არჩევანი ვერ გააკეთა დედას და საყვარელ ქალს შორის, უბრალოდ არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი იყო სიკვდილი. ანუ დედას არ უნდოდა გოგო, არ ვიცი რა მიზეზით, ამბობდნენ რომ იყო სამჯერ განათხოვარი, ამბობდნენ რომ ყავდა შვილი, მაგრამ ასევე ამბობდნენ რომ საერთოდ არ ყავს შვილი და არც სამჯერ განათხოვარი არ ყოფილა. მე არ ვიცი რა იყო მიზეზი, მაგრამ ფაქტია რომ დედამ დაიწუნა და ოჯახმა დაიწუნა ეს გოგო, რომელიც ამ ბიჭს, მის შვილს უყვარდა. მე არანაირი შეხება ამ ოჯახთან არ მაქვს და არანაირი დეტალები არ ვიცი, უბრალოდ რა ინფორმაციაც ვრცელდება, იმას ვამბობ. ამ ერთი წელი ერთად იყვნენ და მერე ოჯახი შექმნეს, მიუხედავად ამისა, ოჯახი არათუ არ იღებდა ამ გოგოს, ურეკავდნენ ამ ბიჭს ღამე, დილის 5 საათზე, ღამის 2 საათზე და იყო ზეწოლა, იყო გამუდმებული ლანძღვა, რომ იმაგის გვერდზე როგორ ხარ და ასე შემდეგ. და ეს ბიჭი ადგა, ჩავიდა, ამ გოგომ რომ დაურეკა სათხარო, უთხრა იქ ვარ საცნობი იყო და თავი ჩამოიხრჩა. 20 წლის ადამიანის ცხოვრება აი აქ გაწყდა, რომელსაც უბრალოდ უფლება არ მისცეს, რომ ეცხოვრა. უფლება არ მისცა საკუთარმა დედამ. ეხლა მე ჩვენს დედა ვარ და რავი, ამაზე დიდი ტკივილი დედისთვის არაფერი არ არის და არც ერთ დედას არ უნდა თავის შვილისთვის ცუდი. აი ეს არც ერთ დედას არ უნდა თავის შვილისთვის. ამიტომ ვერც კი წარმომიდგენია როგორ არის ის დედა, რა მდგომარეობაშია ახლა და მე ვიზიარებ მის მწუხარებას, მის უბედურებას, არ ვიცი, ტკივა მთელი არსებით. ეს ტრაგედია და მე არ ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს. საერთოდ ძალიან ძნელია დედისთვის ცხოვრების გაგრძელება, რათა მის შვილი მასზე ადრე მიდის ამ ქვეყნიდან და ღმერთმა ყველას გვაიშოროს ეს ტკივილი და არ გამოგვაცდევინოს. და ვინც გამოსცა და მარტო იმათ იციან ეს რა უბედურებაა და რა საშინელებაა. ევა, რა ხდება დედა? მოდი აბა მაჩვენე რა არის.
და ყოველთვის უბედურება და საშინელება. ვერ იპოვე, მაგრამ როცა ეს ხდება შენი მიზეზით და შენი ზეწოლით, ეს არ ვიცი. ეს ალბათ 100 ჯერ უფრო მეტი საშინელება არის. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც არ იღებს თავის შვილის არჩევანს, არ იღებს იმას, რომ მის გაჩენილ და ამ ქვეყნად მოყვანილ შვილს აქვს უფლება იცხოვროს როგორც მას უნდა, ის არ აღიარებს და არ იტყვის იმას, რომ ეს არის მისი ბრალი, მისი ჩარევის ბრალი. მოვძებნოთ და ის ისევ და ისევ იტყვის, რომ აი ჩემი შვილი სანამ ამ გოგოში ხვდებოდა, რატომ მანამდე არ გააკეთა? ანუ მან მოხიბლა, მან მოაჯადოვა, რაღაცა აჭამა და ალევინა, რაღაცა გაუკეთა და მისი ბრალია, თორე ჩემი შვილი ამას არასოდეს გააკეთებდა. ანუ აი ამას იტყვის ისევ ეს ადამიანი და არ აღიარებს. მე მესმის, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ხა ეგეთი რაღაც აღიარება, ხო? ძალიან ძნელია ეგეთი რაღაც აღიარება. მაგრამ გულის სიღრმეში ადამიანმა ყოველთვის იცის სიმართლე. წამოდი მოვძებნოთ შენი გოგო წამ. ვეძები და ვაშად ვერ ვიპოვე ეს თამაში. იწერს. კი. ხო და მოკლედ. არ ვიცი. ჩვენ ადამიანმა ყოველთვის რაც უნდა უარყოთ. გულის სიღრმეში ვიცით რა არის სიმართლე. მე არ ვიცი ამ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს. მაგრამ მე მინდა რომ სხვა ადამიანები დავფიქრდეთ ამაზე. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ანუ ჩვენ ვართ უბრალოდ გამცილებლები. უბრალოდ მეგზურები, უფრო კარგად შევარს, მეგზურები. იმ სულების, რომელიც ამ ქვეყნად მოყვავს. გვინდა ჩვენ ეს თუ არა? ჩვენი შვილი არ არის ჩვენი საკუთრება. ჩვენ მას სიცოცხლე იმიტომ არ მივეცით, რომ ყველა უფლება წავართვათ, რომ არ ვაცხოვროთ. ხო, ჩვენ გვინდა მისთვის კარგი. მაგრამ რა არის კარგი? რა არის კარგი? ანუ შეიძლება შენ ერთი რაღაცა გეჩვენება, რომ კარგია და მისთვის სხვა რამეა კარგი. და თუ კი არ ემთხვევა, ჩემი და მისი კარგის განსაზღვრება ერთმანეთს, მაშინ რა ვქნათ? ადამიანებს უმეტესობა თავს არ იკლავს, მაგრამ მშობლები კარგავენ შვილებს. აი რო იძახიან ხოლმე, რატომ მიატოვა მშობლები? რაღაც ძალიან ბევრი შვილი, რომელსაც მშობელთან ურთიერთობა არ უნდა, იმიტომ იჭერს დისტანციას, რომ აღარ შეუძლია, რომ ყელში ამოუყვანეს, რომ ერთ ცხოვრებას არ აცლიან. რომ შეუჭამეს ტვინი, გადაუწყვეტეს ცხოვრება, არ შეიძლება ხალხო იცი რაღაც. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვიცხოვროთ. მოდი, ისევ ბავშვობიდან დავიწყებ. არა, ჯერ საკუთარი თავიდან დავიწყებ, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ დავამუშავებთ ჩვენ ტრავმებს, არ შევცვლით ჩვენ არასწორ შეხედულებებს და აი ასე მოვიყვანთ ჩვენ შვილს ამ ქვეყნად, ჩვენ მის სულს დავამახინჯებთ. ადამიანი, რომელიც თავის თავზე არ მუშაობს, სხვა ადამიანს ვერ აღსრდის, მხოლოდ დამახინჯებს, გაუბედურებს და ნაწილებად აშლის. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, სხვის თვალში ბეწვისებნა კი არ არის. საკუთარი დირეს აღმოჩენა და მოვსება. მუშაობა, საკუთარ თავზე მუშაობა. ეს არის პირველი. და მეორე, ბავშვს, როცა ამ ქვეყნად მოიყვან, მთელი აღზრდა აი ამაში მდგომარეობს, რომ უნდა უყურო როგორია. შენ ხელგაწვდილი უკან უნდა მისდევდე და მზად იყო, რომ ან უკან გადმოვარდება, ან წინ გადავარდება და შენ დაიჭირო. ოღონდ ჩაბღუჯული კი არ ყავდეს მაგის შიშით, რომ გადავარდება და გასაქანი არ მისცე. ანუ ბავშვი სიარულს ვერ ისწავლის, თუ ძირს არ დასვი, თუ მილიონჯერ არ წაიქცა, თუ კოპი არ გაიჩინას, თუ შეიძლება იტკინოს კიდეც რამე, ხო? ანუ ამის გარშე სიარულს ვერ სწავლობს ადამიანი. როგორ გინდა რომ ადამიანმა იცხოვროს, როგორ გინდა რომ ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოს ადამიანმა, თუ შენ
ჩაფრენილ ხარ და არაცდი სუნთქვას, არაცდი ცხოვრებას, თავის, ამაზე დიდი დანაშაული რა არის, როცა თავისი ერთი ცხოვრების უფლება შენ არ აძლევ. ჩვენს ის დასრული არ არის. სულ გვერდზე უნდა ვიყავთ, რომ წაბორცი გდება. რომ ჩაიჩოხებს, ხელი წამოვაშველოთ, რომ უფსკრულის წირო იდგება, არ მივცეთ საშუალება, რომ იქ გადავარდეს. გადაიცვალოს შეცდომ არ დაუშვას, უბრალოდ არ დაიღუპოს. რა შეცდომ უნდა დაუშვას, იმის რომ ისწავლოს. მაგრამ ჩვენ ეს რაღაც დრო ჩვენ ვასრულებთ ამ როლს, ხო? რომ მას ვაკვირდებით როგორია და იმის ჩვენ კი არ ვაკეთებთ მას ჩვენ გემოზე. ის როგორიც არის მაგის მიხედვით ჩვენ ვაძლევთ იმასაც ჭირდება. ვავითარებთ იმასაც მისია და ვამატებთ იმასაც ჭირდება და შეიძლება ნაკლებად აქვს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას მიაწვე, რაც ადამიანში საერთოდ არ არის და რაც არის დაუკარგო, ხო? და მე ვაჩვევთ იმას, რომ მე ეს ზრუნველის დასრული, რომელიც მშობელია რაღაც ეტაპამდე, იყოს თვითონ თავისთვის. რომ ის ადამიანი, ვინც თავში დირეს დაინახავს თავის თვალში და მე გამოასწორებს და ამაზე იმუშავებს, იყოს თვითონ. და ეს არის მთავარი. აი აქ ჩვენი, როცა ამას ვასწავლეთ, როცა ადამიანი სრულწლოვანი გახდა, აი აქ ჩვენი ბალნა მოჩიე რო იტყვიან ძალა უფლება, ხო? უფლება მოსილება. აი აქ თავდება. всё. და თუ როცა ის დასრულია, და გინდაც ვერ გააკეთე ეს ყველაფერი, როცა ის დასრულია, შენი უფლება მოსილება აქ დასრულდა. შენ რო გააჩინე, ეგ არის აღარ ნიშნავს, რომ გაზარდე. მას თავის ცხოვრების უფლება აქვს. და თუ შენ ეჩრების მოგიშორებს. და ეს მისი ბრალი არ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უფლება, ვუთხრეთ ჩვენი აზრი, მივსცეთ რჩევა. ამის უფლება აქვს ყველას, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმას. არა ისე, რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ ან მას, ან მის რჩევას. შეიძლება უთხრა, რომ არ მოგწონს. არ მოგწონს ის ადამიანი, ვისაც გადაწყვეტა ცხოვრება. შეიძლება უთხრა მიზეზები თუ რატომ არ მოგწონს. მაგრამ შანტაჟი რომ მე შენ დაგკარგავ თუ იმასთან იქნები. მე ამას ვიზავ, მე იმას ვიზავ, მე შენ დედას კლავდას. კარგი რა. რატო აუბედურებ შვილს, ხო? აი რატო? ვთქვათ და ის ცდება. შენ მაგას ვერ დაუმტკიცებ ვერაფრით, რომ მაგას რო ცდება. შეიძლება მან შენს გამოვარი თქვას იმას. მაგრამ ყოველთვის უბედური იქნება. შენ და გადანაშაულებს, თავის თავსაც დაიდანაშაულებს. გაუშვი, სცადოს, ნახოს. თუ არასწორ ადამიანთან არის, აუცილებლად დაშორდება. თავისთვის არასწორ ადამიანთან თუ არის. ცხოვრება არაფერს არ მალავს. ცხოვრება ყველას სახეს არჩენს, ყველას არქმევს თავის სახეს. ერთადერთი რასაც უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, ის არის, რომ ჩვენი შვილი მოძალადესთან არ მოხვდეს. ჩვენი შვილი არ მოკლან. აი ხა YouTube-ზე შემოხვდა, მე ხო არც ტელევიზორს არ ვუყურებ, რომ ეს ამბები არ გავიკვეფენ, მაგრამ სოციალურ ქსელებში უკვე ყველაფერს იგებ, კიდე საერთოდ არ ჩართო ეს ტელევიზორი და ახალი ამბები. ბიჭს გოგო, ცოლი მოუკლია. ესე იგი, თავის შვილის დედა, თავის შვილთან ერთად საწოლში მწოლი არის. 19 ჭრილობით, ის ბავშვიც კი 4 თვის ბავშვიც სისხლით ყოფილა სულ მოსწრილის. დედამისის სისხლის ხალხო. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა არის და ეს გოგო სოციალური ქსელები მოიცაება. სოციალური ქსელები წაშლევინა, მეგობრებთან თობას უშლა. ყველაფერი მაღაზიაში არ უშვებ და აფთიაქში არ უშვებ. ეგეთ რაღაცებს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. და ძალადობა კიდეც სავარაუდოდ, მაგრამ ის არ ამბობდაო, ხო? და იძახის, რომელიც საზღვარგარეთ იყო, ეს გოგო ეთქვა უფრთხილდებოდა და არ ეუბნებოდა. აი ეს რაღაცები უნდა ვიცოდეთ. აი ესეთ რაღაცებში უნდა კი ხმა მოვიღოთ და იცით რა არის კიდე ის უნდა იცოდეს იმ თუ არა კაცია, არა კაცმა, რომ იცი რა, ჩემს შულს ამას დაუშავებ და აი
მე გაგახევ შუაზე. ეგ რო იციან. იცით როგორ ესე იგი ის გოგო მოკლა. თვით დაზიანებები მიიღო და ის გოგო ნამდვილად მოკვდა და თვითონ არ რატომღაც ის ადამიანები რომლებიც სხვას კლავენ. მაშინაც კი როცა თვით დაზიანებებს იყენებენ, აი უმეტესად 1% თუ არის რომ კვდება თვითონ, ხო? 1% ისიც თუ მაშინვე დააკლა თავი. დანარჩენები იჭერენ უბრალოდ პოზას. ხო და უნდა იცოდეს რომ არ ეპატიება. და როცა იცის რომ არ ეპატიება, არ ჩაიდენს. ეგეთი ადამიანები ყველაზე ლაჩარი ადამიანები არიან. ხო და იმას ვამბობ, ესეთ შემთხვევები კი უნდა ვიცოდეთ და ესეთ შემთხვევებში ხმა უნდა ავიმაღლოთ. მაგრამ ეს სხვა ამბავია, ხო? ეს სხვა ამბავია. აქაც თავის ფსიქოლოგიაა, როცა მსხვერპლის ფსიქოლოგია არსებობს, როცა მოძალადის ფსიქოლოგია არსებობს და როცა ეს ორი ერთმანეთს პოულობს. და ამისი ფესვები სად არის? ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეგ სხვა თემაა, კაი, მაგას თავი გავანებოთ. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მე მომწონს თუ არა. არა აქვს ამას მნიშვნელობა. რამდენჯერ არის განათხოვა? მე რამდენჯერ არის განათხოვა? აი, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. თუ ის თავისი ერთადერთი შეხვდა, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რამეს? რა მნიშვნელობა აქვს ასაკს? რა მნიშვნელობა აქვს, რა ვიცი, ვისთან იყო, შვილი ყავს თუ არა? ანუ საერთოდ რამეს რა მნიშვნელობა აქვს? როცა ორმას დასრულმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ერთად იყოს. ან ერთად არ იყოს, ან ერთად იყოს, ანუ თავის ცხოვრებაში, თავის პირადში მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ანუ ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება, რომ იქ ჩავერიოთ და ჩავეჩაროთ და თუ ჩავერევით და ჩავეჩრებით, ანუ ღირსები ვართ რომ მოგვიშორო, მაგრამ ყველა ერთნაირად ძლიერი არ არის. აი ვიღაცა მაგალითად ჩამოიშორებდა ასეთ მშობელს, საერთოდ დაკარგავდა და იცხოვრებდა თავის იმერთ ცხოვრებას ბედნიერად. გინდაც არ გამართლებოდა, გინდაც შეცდომა დაეშვა. ანუ ეს მისი უფლება. ეს მისი უფლება. ანუ მე რომ ჩემი გადაწყვეტილების მიხედვით ვიცხოვრო და თუნდაც დავიღუპო, ეს ჩემი უფლება. ისევე როგორც მისი უფლება იყო, რომ ადგადა თავი, მოიკლა. აი, უბრალოდ წარმოვიდგინეთ, ადამიანს სხვა გზა არ დაუტოვეს. აი, ხვდები, ერთადერთი უფლება, რომელიც გამოიყენა საბოლოო, ხო, ადამიანმა, თავი მოიკლა. პროსტა ხვდებით ეს რა არის? და როგორც უფლება აქვს, რომ თავი მოიკლას ადამიანს. ისევე უფლება აქვს ნებისმიერი არჩევანი. მე თუ მიყვარს, მე უნდა მიყვარდეს. ორმოში ჩავარდნილიც უნდა მიყვარდეს. ყველანაირი უნდა მიყვარდეს. და სიყვარული ის კი არა, რომ ვედგე და გალიაში ჩავსვა და ვეძახო, რომ შენ სიყვარულით ვაკეთებ მეთქი. სიყვარული ის არის, რომ თუნდაც იმ ორმოშიო ჩავარდება, აი რითი დაგეხმარო და როგორ ამოგიყვანო, ის კი არ დავლა, აი მე რო არ და აი ხო გეუბნებოდი და ეს ყლეობები კი არა. უბრალოდ დავეხმარო, როგორ დავეხმარო იმ სიტუაციაში, რომელშიც არის. ეს არის სიყვარული. თუ ეს არ შეგიძლია, უბრალოდ გაეცალე მაინც რა. ეგეც სიყვარული, რომ არ ხედავ, რომ არ შეგიძლია. არ შეგიძლია გაგება, არ შეგიძლია მიღება, გაეცალე. და თუ არც ერთ შეგიძლია, არც მეორე, მაშინ საერთოდ სიყვარულზე ნუ ვილაპარაკებ. სიყვარული სიტყვა არ არის. სიყვარული არის მოქმედება. და სხვათა შორის სიყვარულის სახელი ძალიან ბევრი დიდი დანაშაული ხდება ამ ქვეყანაზე, ძალიან ბევრი. და უმეტესობა ძალადობაა. აი თუნდაც ხაი ბიჭმა ცოლი რომ მოკლა, ეჭვიანება იძახო და რომ იმე სიგიჟემდე მიყვარს. და შენიღად მოუსპო სიცოცხლე. როცა თვითონ დასჭირდა და თვითონ მოესურვა. ხო და მოკლედ ვაცადოთ ჩვენ შვილებს ცხოვრება. მე რა ესეთი ისიც. ой, მე აბა შენმა შვილმა რომ 20 კაცის ნახევარი მოიყვანოს, მე შენმა შვილმა რომ ბიჭი მოიყვანოს, შენ შვილიო გათხოთ. ბედნიერი იყოს, ჯანმრთელი იყოს. მისი სული ამ ქვეყანად რისთვისაც მოვიდა, ის გამოცდილებები მიიღოს. მე ვინ მეკითხება? მე მაქვს უფლება, რომ თუ არ მომეწონა ეს ადამიანი, თუ არ მქონდეს ურთიერთობა იმ ადამიანთან. მაქვს მე ამის უფლება. მაგრამ მე არ მაქვს უფლება წყევლის, ყრულვის, სიძულვილის, დაშლის და საერთოდ დაშორების იმას საერთოდ აღარ ვსაუბრობ, ხო?
ანუ ცივილურ ურთიერთობებამდე, აზროვნებამდე უნდა მივიდეთ. ადამიანი, რომელიც ისევ იქ მივდივარ, ხო, ყველა გზა რომ შიმილით. ადამიანი, რომელმაც არ იცის საკუთარი პირადი საზღვრის დაცვა. ეგ უნდა ვისწავლოთ. ადამიანებს უმეტესობა მე გარიცის. ტოქსიური ბინძური კომენტარები რაც იწერება, ყველა მათგანი, ყვება რომ მე ესე, ყველა მათგანი ამჟღავნებს, რომ მან არ იცის. რა არის პირადი საზღვრები, როგორ დაიცვას ეს. საკუთარიც კი. ის ხისას დაიცავს? არა, შანსი არ არსებობს ადამიანმა, რომელმაც არ იცის საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა, ხვის პირადი საზღვრებს პატივისცეს. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. რა დააკვირდე? ესე იგი ადამიანთა დაახლოებით 5% არის, ვინც საკუთარ თავზე მუშაობს. მართლა მუშაობს და ეტყობა. საკუთარ შეგნებაზე, აზროვნებაზე, მენტალობაზე, თუნდაც წონაზე, თუნდაც ჯანმრთელობაზე, თუნდაც რა ვიცი, კარიერულად, ნებისმიერ რაღაცაში, ადამიანთა 5% არის, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს. დანარჩენები სხვების კრიტიკაზე და ლანძღვაგინებაზე არიან გადასული. ადამიანი, რომელიც თავის თავზე არ მუშაობს, კატასტროფულ ზიანს აყენებს თავის ახლობლებს. მე ბევრჯერ მithქვამს, თუ შენ არ გინდა რომ პასუხისმგებლობები აიღო, არ გინდა რომ ის მინიმუმი რაც აუცილებელია გააკეთო. მე ვარ ძალიან თავისუფლების მოყვარე ადამიანი, მაგრამ მე ვამბობ ამას. როცა შენ ვიღაცას მოიშინაურებ, შენ იმას უნდა იზრუნო. და ზრუნვა უკვე პასუხისმგებლობა, სიყვარული უკვე პასუხისმგებლობა და როცა შენ მასე უნდა იზრუნო, შენ უკვე აღარ ხარ. შენ თავისუფლება მოიცავს იმას, რომ შენ იღებ ამ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება შენ თავისუფლების ნაწილია, შენი არჩევანია. და შენ მე პასუხისმგებელი ხარ შენს ქცევაზე. შენ რო ყავს შვილი, შენ რო ყავს ოჯახი, შენ გაქვს პასუხისმგებლობები, რომელიც გინდა თუ არ გინდა უნდა გააკეთო. თუ შენ არ გინდა რომ ეს პასუხისმგებლობები აიღო, თუ შენ გინდა რომ მთელი შენი ცხოვრება ისე იყოს, როგორც შენ გინდა, ოკეი. არ არის პრობლემა, მაგრამ შენ უნდა იყო მარტო. როცა მარტო ხარ, შეგიძლია საერთოდ არ იმუშაოდე წყალზე და პურზე იყო. შეგიძლია საერთოდ ნებისმიერი რაღაცა, ნებისმიერი რაღაცა რის კეთებაც გვიწევს მაგალითად, შეიძლება არ გვინდოდეს, არაფერი არ გააკეთო. ან ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც მხოლოდ შენ მოგესურვება, მაშინ როცა გაბარია მარტო შენი თავი. როგორც კი შენ პასუხისმგებლობას იღებს სხვა ადამიანთან ურთიერთობაზე და მით უმეტეს კიდე მოგყავს ამ ქვეყანად ადამიანი, რომელსაც ჯერ არ შეუძლია საკუთარ თავზე თვითონ იზრუნოს, შენ ხარ მისი მზრუნველი, ხო? შენ გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. აქ ეხლა შენ როგორც გინდა ისე ვერ იქნება. აქ როგორც საჭიროა, ისე უნდა იყოს. როგორც საჭირო შენთვის კი არა, შენი აზრით კი არა, სინამდვილეში, მისთვის ვინც გიყვარს. დაუშვან, მივცეთ უფლება ადამიანებს. გინდათ წყვილში, გინდათ დედაშვილობაში, ნებისმიერ ურთიერთობაში და იცხოვრონ. იცხოვრონ თავის ცხოვრება, დაუშვან თავისი შეცდომები. უბრალოდ წარმოიდგინეთ რა საშინელება, რომ ამდენი ადამიანი იბრძვის მომაკვდინებელი სენით სიცოცხლისთვის და ჯანმრთელი ადამიანი მოკვდა, პროსტა არაფრისთვის. ყველას არ აქვს ერთი ფსიქიკა, ზოგი ხა გამოვიდა იმ ბიჭს გაამტყუნებს. ყველას არ აქვს ერთი ფსიქიკა. ყველას არ შეუძლია გაუძლოს ზეწოლას, ბულინგს. რატო არის, რომ ყველას არ შეუძლია მაგალითად, რომ სოციალური ქსელები, TikTok-ი, YouTube-ი, ასეთი ნებისმიერი სოციალური ქსელი, სადაც არის უდიდესი ჰეითი, სადაც არის უდიდესი ადამიანების, ძალიან ბევრი ადამიანის აზრი, რომელთა უმეტესობას შენი აზრისგან განსხვავებულია. ბევრი ადამიანს კი იწყებს, მაგრამ თავს ანებს, იმიტომ რომ არ შეუძლია. მათთვის ეს იმხელა წნეხია, ამდენი განსხვავებული ადამიანის განსხვავებული აზრი და ასევე იმდენად მნიშვნელოვანია სხვა რა სიტყვის მათზე, რომ ვერ უძლებენ ამ ზეწოლას.
ძალიან ბევრი ადამიანი არის, ყველაფერს მალავს. როგორც ცხოვრობს, როგორი ურთიერთობა აქვს სახში, ყველაფერს მალავს, იმიტომ რომ აი 1000 ადამიანი როცა ჩაყობს მის საქმეში, ანუ ვიღაცა ამას ვერ გაუძლებს. ვიღაცა იმასაც ვერ გაუძლებს, რომ საკუთარი დედა ჭამს ცოცხლად, ხო? რა თქმა უნდა, არის ვიღაცები, ვინც გაუძლებენ, მაგრამ ასევე არის ვიღაცები, ვინც ვერ გაუძლებენ. და ჩვენ პირველ რიგში გვინდა კარგი გვინდა, ხო, ჩვენი შვილისთვის. და კარგი პირველ რიგში ის არის, რომ ცოცხალი იყოს. თავისი ერთი ცხოვრება იცხოვროს. პირველ რიგში კარგი ეგ არის, რომ აქვს უფლება იცხოვროს. ანუ ჩვენ ხო ყველას გვაქვს ჩადებული აი ბიოლოგიურად, რომ აი რამდენის გაძლება შეუძლია ჩვენ ორგანიზმში, როგორ ჯანმრთელობით ვიბადებით და რაღაც, ხო? ყველაში ეგ ჩადებული. აი რატო უნდა მოუსწრაფო ეგ? 1000 რამე ხდება, შეიძლება ადამიანს მანქანა დაეჯახოს, შეიძლება თავშეგური დაეცეს, შეიძლება 1000 უბედური შემთხვევა შეიძლება მოხდეს, მაგრამ შენ რატო უნდა ჩასვა გალიაში ადამიანი და ამ გალიიდან გამოსვლაში რატო უნდა მოკვდეს? აი როგორ უნდა მისცე შენ თავს ამის ნება და უფლება და კიდე ანუ ამაზე რომ საუბრობ, ეს ერთი შემთხვევა კი არ არის. ეს ერთი შემთხვევა, როცა ამხელა რამე მოხდა, თორე ყოველ მეორე ფეხის ნაბიჯზე ხდება ესეთი რაღაცები, რაც უბრალოდ ჩვენ ვერც კი ვიგებთ. რამდენი ბედია გატეხილი, გაუბედურებული ესე, ხო? თუნდაც ისე, რომ სხვამ გადაუწყვიტა ცხოვრება და სხვების აზრით ადამიანი ბედნიერება. სინამდვილეში რას გრძნობს? ეს სხვა რა ვინ არ ხედავს. ადამიანები უყურებენ მარტო იმას, ფული აქვს, მანქანა აქვს, ესე კარგად არის. ეგრე არ არის. ან პირადი კეთილდღეობის განცდა სულ სხვა რაღაცაა. კიდე ერთხელ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი საკუთრება კი არ არის. ჩვენ უბრალოდ მეგზურები ვართ, ღმერთმა მათი სული გვანდო. რომ ამ ქვეყნად მოვიყვანოთ, სული შეუბეროთ, ვასწავლოთ გადარჩენა. ვასწავლოთ, რომ სხვას არ მიაყენონ ზიანი, თვითონ გადარჩნენ და თავისი მისია შეასრულონ ამ ქვეყნად. და თავის მისიას ადამიანი ვერასდროს ვერ შეასრულებს, შენ თუ თუნდაც ოქროს გალიაში ჩასვა. მე მესმის რამხელა შიში გვაქვს. მე ვიცი რამხელა შიში გვაქვს დედებს. ერთი ვიდეო შემოხდა, რომელიც ძალიან ეხმიანებოდა იმას, რასაც მე უგრძნობდი, რუსული ვიდეო იყო. ძალიან მიყვარს ის სიმღერა, რომ ანა გერმანის სიყვარულის ეხო ლუბვი მი დოლგა ეხა დროგა ეგა და დედა ზემოდან უყურებდა, შვილი მიდიოდა გარეთ და ახლობით 18-20 წელს იქნებოდა ეს ბიჭი და დედას ეწერა, რომ როგორ მთელი სულით და გულით გინდაო, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე თან გაყვედა გზაზე, ესე იგი ნამჯა გაუშალო, ანუ თუ დაეცა რო არ დაზიანდეს, რა ეს რუსული ის არის პაცდელით სალომგაი. ანუ მაგრამ ნილზაო, არ შეიძლებაო. ანუ აი ეს იმ ხალატკივილია დედისთვის, მე ვიცი ეს რამ ხალატკივილია. და თუნდაც ის რომ გაიზრდება, გაშვება რამ ხალატკივილია. რა რთულია. იმიტომ ძალიან ბევრ ჩვენგანს რომელმაც ყველაფერი იქ ჩადეს, აღარაფერი აღარ გრჩება. ეხლა ერთი ქალი შემოხვდა TikTok-ზე. ეხლა არის 54 წლის და აი აბსოლუტურად პახალაკა გლოშაც ესე ამბობს, ანუ ცხენივით ვმუშაობდიო, სამსახურის ახლის შვილები, საერთოდ აი კითხვა რო დამესვაო ჩემი თავისთვის, აი ამის დრო და უნარი არ მქონდა, ღამდებოდა ისეთ დაღლილი ვიყავი, ვეცემოდი ვიძინებდი. მე ვიღვიძებდიო, ჩემი შვილები გაიზარდნენ, წავიდნენ სახლიდან და მე ჩემი დაო საფხული იყო და წავედითო პიკნიკზე ტბის პირას და ჩემო დაბრო გაიხადა კუპალნიკებით გაიარა ჩემ წინო ვიფიქრეო, რომ ღმერთო ჩემო, ასე როგორ უნდა მიუშვა შენი თავი, რომ აი მხელა გახდეო და სახში დავბრუნდიო, გადმომიგზავნა ფოტოებიო. სადაც ერთად ვართ და მე უფრო დიდი ვიყავი. ანუ ვერ ხვდებოდი, ვერ გრძნობდიო და 2 დღე ვტიროდიო. 2 დღე ვუყურებდი ამ ფოტოებს და ვტიროდიო და მე დაიწყო ვარჯიში, მე დაიწყო ყვება
და ამბობს, რომ აი ხო არიან ადამიანებიო, რომ ამბობენ, რომ ის ძალიან მარტივად დავიკელი, ამბობენ, რომ მაგალითად დავიკელი და მორჩა თავის ვინარჩუნე, ანუ მეო ყოველ დღე მიწევს ძალისხმევა იმის, რომ შევინარჩუნო. და მე მივხვდიო, რომ დავუსვით ხშირადო. საკუთარ თავს კითხვაო, ვინ ვარ მეო? აი 50 წლის ასაკშიო დავდექი იმის წინაშე და მე აღარავინ აღარ ვიყავი. და მე მესმის, როცა ყველაფერს სადაც ვდებთ, ეს მიდის და ჩვენ არაფერი არ გვჩება. მე ვიცი ეს რა ტკივილი. მაგრამ ამ ტკივილით ცხოვრება ჯობია ჩვენი შვილის დაღუპვას. და ყველა დედას ურჩევნია ეს. უბრალოდ ყველა ვერაცნობიერებს ამას. და მე არც შემთხვევაში არ მინდა რომ ვინმე ან გავლანძო ან შეურაცხყოფა მივაყენო, მე უბრალოდ მინდა რომ ადამიანების გულებამდე მივიტანო ის, რაც ჩვენი შვილებისთვის არის კარგი. ჯამში, როცა გავაწლები და ნახავ, რომ შენ შვილი ბედნიერია, ან თუნდაც გავაწლები და შენ შვილი ნახავს, რომ შეცდა და სხვა გზაზე წავა მერე, ხო? ანუ ყველა ვარიანტში, ჯამში, როცა აძლევ უფლებას, იყოს ის ჯამში კარგად არის. როცა შენ ამას ხედავ, რომ შენ შვილი კარგად არის, შენც კარგად ხარ. სხვა გზა არ გვაქვს. უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. მიყვარხარ ძალიან. დალაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ვიციო, ჩემი მაყურებელი ვინც არის? მეთქმა გაიგეს, მე ის თქმაც მინდოდა, იმიტომ რომ მე ძალიან გაფილტრული მყავს ჩემი მაყურებელი, ისინი დავტოვე მარტო, ვისაც ესმის. თუმცა ვიცი, რომ ვიღაცებს არ მოხდებათ გულზე და არასწორად გაიგებენ და თავის თავებს დაინახავენ და არასწორი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ესეთი ადამიანები სულ სხვა რაღაც მაგალითებს მოიყვანენ, არასწორ მაგალითებს, არასწორ შედარებებს და წიწკინებენ, თუმცა სინამდვილეში იციან, ყველაფერი იციან. გულის სიღრმეში ყველაფერი ვიცით. ესე